ღმერთმა ასე ინება რომ დენი არ არის იყოს ნება ღვთისა. მე ჯერ თქვენს წერილებს გადავხედავ თქვენს შეკითხვებს. თუ არა და ისედაც მოგიყვებით იმას რაც უნდა მეჩვენებინ. ოღონდ ერთი რამე გავითვალისწინოთ რომ რადგან მიკროფონი არ მუშაობს ეხლა ჩემთვის ძალიან ძნელია 150 ბავშვი გავაჩერო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ადვილია ჩემი თავი გავაჩერო. ხმა არ ამოვიღო. თქვენთვისაც? ნახოთ. გამოჩნდება. პირველი შეკითხვა იყო ისეთი პირდაპირ ჯიბეში რომ ჩავიდე და ასეთი შეკითხვა. მოდი საერთოდ მოიტანენ ეგ პატარა სანთელი მომეცით ან კარგად არა მეორე. პირველი შეკითხვა ასეთია. რატომ გაგვაჩინა ღმერთმა? ღმერთმა რატო გაგვაჩინა, იცით? ღმერთს უნდოდა რომ თავისი სიკეთეების გამზიარებელი ვიღაც ყოლოდა. მარტო თვითონ კი არ უნდოდა რაღაც სიკეთე, ბედნიერება, სიხარული. არამედ მას უნდოდა რომ სხვასაც ქონოდა იგივე. აი რაღაც სიკეთე რო გაქვს და რომ არ გშურს არავისი და გინდა რომ სხვასაც ქონდეს ის სიკეთე. აი ღმერთმა ამიტომ გაგვაჩინა. სიყვარულის გამო გაგვაჩინა, რომ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ, ამის გამო გაგვაჩინა. ეხლა ვართ თუ არა ჩვენ ბედნიერები, ეგ სხვა საკითხია. ეგ უკვე ჩვენს თავსაც უნდა ვკითხოთ, ვართ თუ არა ბედნიერები. და თუ აღმოვაჩენთ, რომ ბედნიერები ვართ, უნდა ისიც აღმოვაჩინოთ, რატო ვართ ბედნიერები. შემთხვევით ეგ ბედნიერება ხო არ არსებობს. აი წმინდა დიდი მღვდელმთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს. ეს ბედნიერებაო, თვალახვეული კი არ დადისო და ვიღაცას შეხვდება, ვიღაცას არ შეხვდება. ბედნიერებას თავისი საფუძველი აქვს და უნდა გამოიკვლიო, რატო არ ბედნიერი? იცი რატო უნდა გამოიკვლიო? რომ შეინარჩუნო ის ბედნიერება. და თუ არ ვართ ბედნიერი, მაშინ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს, რატო არ ვართ ბედნიერი, რა გვიშლის ხელს? ესმით? და მერე ის უნდა გამოიკვლიო, რატო არ ხარ ბედნიერი, რომ ის გამოასწორო და ბედნიერი გახდები და გახარებული იქნები. რატომ დაარსეთ ეს ეკლესია და ვინ ააშენა ეკლესია? ეკლესია, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მეუფე ანდრიამ დაარსა აქ, მისი კურთხევით არის და ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ადამიანების გვერდში დგომით და ხელშეწყობით აშენდა ეს ეკლესია. თუმცა მე ამაში წილი არ მაქვს მიღებული. როდესაც ეკლესია უკვე ბოლოში იყო, დასრულებისკენ იყო 2 თვით ადრე, მღვდელმთავრის კურთხევით მე მოვედი ამ ტაძარში, ეს იყო 2014 წელი. და პირველი წირვაც შემდგომ ჩატარდა უკვე ფერის ცვალებას. როგორ იცოდით რომ იესო ღმერთი აღმოჩნდა და რატომ დაარქვით საკვირაო სკოლა? საკვირაო სკოლა იმიტომ დავარქვით, რომ ყოველკვირეულად არის ჩვენი შეხვედრები და ეს მე არ დამირქმევია ბავშვობა. საკვირაო სკოლები წლების მანძილზე ადრეც არსებობდა და მე რაღაც ახალი კი არ მომიგონია. ეს არსებობდა საკვირაო სკოლები არა მარტო საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენც ერთ-ერთი ვართ მათ შორის და იესო ქრისტე რომ არის განკაცებული ღმერთი, ეს ჩვენ წმინდა წერილიდან ვიცით. ესეც იგივე შეკითხვა. ისე ანასტასია. მოდი. ცოტა ხანი მომეხმარე. სასიყვარულო წერილებს მამაღლა არ წავიკითხა. მაგრამ მადლობა სიყვარულისთვის. რისთვის შეიქმნა ეკლესია და რატომ? ეკლესია არის ეკლესია შენობა კი არ არის. ჩვენ აი ტაძარსაც ეკლესიას ვუწოდებთ. იცი რატო რომ იქ ეკლესია იკრიბება. ჩვენ ვართ ეკლესია. აი ვინ ვართ იცი?
აი ეს პატარა ცუნცულა ეკლესია, აი ეს მაგარი ვაშკაცია ეკლესია, ეს ლამაზი გოგოები გესმით? ჩვენ ვინც ქრისტეს სახელით მოვინათლეთ, ვინც ყოვლადწმინდა სამების მამის, ძის და სულიწმინდის სახელით მოვინათლეთ, ჩვენ ვართ ამ ეკლესიის ნაწილი. ამ ეკლესია არის სხეული. წარმოიდგინეთ, ეკლესია არის სხეული, რომლის თავიც არის იესო ქრისტე. ეხლა თქვენ შეხედეთ, ერთ წუთი არ დაივიწყო ეს თქმაც კიდე. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი სხეული, აი ერთი სხეული ვართ. ვიღაც ერთი თითია, ვიღაც მეორე, ვიღაც მესამე, გესმით? და ჩვენ ხო ერთმანეთს ესე უნდა გვძნობდეთ, როგორც ერთი სხეული. აი დავუშვათ, ამ ვაშკაც თუ რაღაცა აწუხებს, შენც უნდა გაწუხებდეს. იცი რატო? ეხლა მაგალითად ერთი თითი რო გტკიოდეს, დანარჩენი სხეული მოსვენებული იქნება? ვერ იქნება. მთელი სხეული, აი მაგალითისთვის ვიტყვი. დავუშვათ, ნაყინის ჭამა გიყვარს. და ვის არ უყვარს არა? დავუშვათ, თვალი ძალიან გტკივა. ეხლა თვალით ხო არ ჭამ ნაყინს. პირით ჭამ, მაგრამ ისეთივე გემრიელად ჩაიტკვარუნებდი პირს, როცა თვალი გტკივა და როცა არ გტკივა? ვერა, ხედავ, აი თვალი რო არ გტკივა, პირით კარგ ხასიათზეა. თვალი რო გტკივა, ვერც ის ვერ არის კარგ ხასიათზე. ან მუსიკის მოსმენა გიყვარს დავუშვათ. ყურით უსმენ მუსიკას, თვალით ხო არ უსმენ, თვალი რო გტკივა, ყურითაც იმდენად აღარ გსიამოვნებს, ხო მართალი? რატო ვამბობ ახლა? რომელიმე ჩვენთაგანი თუ ცოდვაში ჩავარდება, ან ცუდად მოიქცევა. ჩვენ ეს უნდა გვაწუხებდეს და უნდა გვტკიოდეს და ერთმანეთს ერთი სხეულის ნაწილებად უნდა აღვიქვამდეთ. გესმით, აი რაზეა ლაპარაკი. ეკლესია იმისთვისაა, რომ ადამიანები გადარჩნენ, როცხონდნენ. საპირაო სკოლაზე უკვე მოგახსენეთ. ბავშვები ხშირად რომ მოდიან, ერთმანეთისაგან იწერენ ხოლმე შეკითხვებს. ეთყობა როგორც დავალება ისე აღიქვეს. რა არის საჭირო ეკლესიაში? ეკლესიაში საჭიროა სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანებისა. ქრისტიანობაც ეს არის. აი, შუქი რო არ ჩამქრალიყო, ეხლა ხო არ გაგეხარდებოდათ. ყველაფერ ცუდს რაღაცა კარგიც აქვს. ჩვენ ესეთი სიხარულები ბავშვობაში 90-იან წლებში ძალიან ბევრი გქონდა ხო. შუქი რომ მოვიდო და გვიხაროდა. აი თქვენ მშობლებს გაახსენდებათ. ერთ წუთი. აჰა, გაგიცა. აჰა, ეხლა უფრო ცოტა ხმამაღლა შეგვიძლია იხმაუროთ თქვენ. ნუ მაინც გაიგეთ. რა კარგი. მოიცი. ერთი ტელევიზორის პულტიც მომეც. სანამ შუქი ჩაქრება იმ საკითხებს ვისაუბროთ, მე რომ მინდოდა თქვენთვის მეთქვა. მოდი. მომეცით. რატომ მარჯეროდათ დაბძანთ? რატომ მარჯეროდათ ებრაელებს ქრისტეს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ბავშვებო, შეხედეთ დააკვირდით ერთ რამეს. დიდი მადლობა, რა ყურადღებიანი ბავშვი ყოფილ. ბავშვებო, ნახეთ როგორი ამბავია. განა არ ჯეროდათ. აი დღესაც ამბობს წმინდა პაისი ათონელი, რომ ამბობდა დღევანდელ დღეზეც რომ განა არ ჯერათ, მაგრამ ადამიანი თავის სინდის რო ატყუებს და შურის გამო აკეთებს რაღაცას, აი სიტყვაზე ვიტყვი, დავუშვათ რომელიღაც ადამიანი კარგად ცეკვავს. შენ იცი რომ კარგად ცეკვავს, მაგრამ არ აღიარებ მაგას. რატო? იმიტომ რომ შურს მის. განა არ იცი რომ კარგი, მაგრამ განგებ აკეთებ ისე რომ ამბობ რომ მაგან ცეკვა არ იცის. მე უფრო მაგარი ვარ, გესმით? შური აკეთებს მაგას. შურმა იცი რამდენი რამ გააკეთა. პირველი მკვლელობა ზუსტად შურის გამო მოხდა. კაინმა რომ თავისი ძმა აბელი მოკლა. და უფრო უწინაც ეშმაკმა სწორედ შურის გამო გადაწყვიტა რომ ადამიანს მტრობს. ეშმაკი შეშურდა ადამიანს, იმიტომ რომ ის ანგელოზი იყო და ზეციდან იქნა გადმოგდებული. ადამიანი კიდე ხორციელი არსება, მას შეეძლო რომ ის სიხარულით მოეპოვებინა
რაც მან დაკარგა, რაც ეშმაკმა დაკარგა. თავდაპირველად რომ ანგელოზი იყო. ამიტომ შურს ადამიანისა და ემტერება. შურმა ჩაადენინა მასაც ეს ბოროტება. შურმა ჩაადენინა კანესაც ბოროტება, რომ თავისი ძმა მოკლა. შურის გამო იყო, რომ დავით მეფე საული დევნიდა ერთ-ერთ ბრძოლაში მოკლედ ასეთი. ხო გინახიათ ანიმაციებით დავითი და გოლიათი. ხო გინახიათ? აი ეგ დავითი, პატარა ბიჭი რომელიც იყო. ეგ მეორე მეფე იყო ისრაელისა და ნახე რა მოხდა. ბრძოლიდან რომ მოდიან. ხალხი შეძახილებით ამკობს რომ საულმა მოკლა 1000-ებიო, საული მეფე იყო და დავითზე ჯერ არ იცოდნენ რომ მეფე იყო, არა და ისიც ღვთისგან ნაკურთხი. საულმა მოკლა 1000-ებიო და დავითმა 10,000-ებიო. ხო და მაშინ მეფე საულს შური ჩაუსახლდა გულში, როგორ ამან ჩემზე მეტი გააკეთაო და იმის მერე შეიძულა და დევნიდა. შურის გამო იყო, როდესაც ქრისტეს დევნიდნენ. და შურის გამო დღესაც ბევრი ძალიან ცუდი რამე ხდება. და შური ისეთი რამეა, რომ ადამიანს ჭამს. გინახიათ ჟანგისაგან შეჭმული რკინა? ეხლა ეს რკინა რომ ცოცხალი იყოს, ეს სიამოვნებოდა ჟანგი რო ჭამს. და შურიც აი ესევე ჭამს ადამიანს. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ასე ამბობს. როგორც ჟანგი ჭამს რკინასო, ისე შური ჭამს ადამიანს. ამიტომ რა უნდა გააკეთოს? რკინა თავისით ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ ადამიანმა უნდა მოიშოროს ეს შური, რომ არ შეჭამოს. გესმით? უნდა მოიშორო. იცი როგორ უნდა მოიშორო? ეხლა აი რამდენი ადამიანიც ვიმყოფებით აქ, ყველას რაღაცა განსაკუთრებული თვისება მოგვცა ღმერთთან. და რატო ფიქრობ შენ სხვის განსაკუთრებულ თვისებაზე და ნიჭზე? შენ შენსაზე იფიქრე. შენი განავითარე, შენით იყავი წარმატებული, იმითი გაიხარებ, ის მოახმარეს ხვებს. რატო ხარ იქ ვიღაცა რო წარმატებას ახსენს? გონებით იქ რატო ხარ? თუ სულ იქ ხარ, შეგშურდება და შენს ნიჭს ვეღარ განავითარებ. ახლა მაგალითისთვის ვამბობ, ვიღაცა შენობას აშენებს. შენ ფიქრობ, რომ აი რა კარგად აშენებს და გშურს და უყურებ ესე პირდაღებული. გაანებე იმას თავი და შენია აშენი აქ. გესმის? თორე დაგჭება ეს გასაკეთებელი. შენ რა ნიჭიც გაქვს, განავითარე ის. სხვა თავისას განავითარებს და თუ მე ორივენი ერთად მოყვას მოახმარებ თქვენ სამშობლოს ოჯახს და ღვთისადიდებლად გამოიყენებთ, ორივენი გადარჩებით აი ამეთი და ცხონდებით და სიხარული გექნებათ მარადიული. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ბავშვებო. 13 ნოემბერი არის ხსენება 100,000 მოწამისა. ეს საქართველოს და შენი დაბადების დღეა რომელმა თქვა? არა, შენი დაბადების დღეს მერეა ერთი დღე. მერეა, აი შენ დაბადების დღესი არის წმინდა იოთამ ზედგენიძის ხსენება, ესე იგი შენი ფარველია წმინდა იოთამ ზედგენიძე. შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება. აი შეხედეთ ბავშვები. 1227 წელი. ჯალალედინი შემოესია საქართველოს. ჯერ სანამ ეს მოხდებოდა, ქალაქის აღება უნდათ. ჯერ ვერ იღებდნენ ქართველებმა დიდი ხნეობა და ვაჟკაცობა აჩვენეს, მაგრამ ხო გაგონიათ გამოთქმა, ციხე შიგნიდან ტყდებაო. და სპარსელმა თბილისელებმაც უღალატეს ქართველებს და ციხე შიგნიდან გაუხსნეს. და იქ მერე ძალიან საშინელი ამბები ხდებოდა, ეხლა რადგან თქვენ ცოტა ასაგით პატარები ხართ, იმ დეტალებში აღარ ჩავღრმავდები, რეები ხდებოდა და როგორ აწამებდნენ დიდებს თუ ბავშვებს. მერე მოხდა ისე, რომ აი ეს არის სიონის ტაძარი ბავშვებო. ეს არის მეტეხის ტაძარი. ერთი ხიდის იქით არის, მეორე ხიდის აქეთ. ამას ქვია მეტეხის ხიდი. ეს ხიდი დღეს აღარ არის. ეს ძველი ხიდი იყო, დღეს იქ მეტეხის ხიდი ახალი ხიდია, მაგრამ როდესაც მტკვრის დონე დაბლა დაიწევს ხოლმე, იმ ხიდის და კიდე სხვა შენობის ნარჩენები კარგად ჩანს. მოკლედ აი ამ ხიდზე გამოიტანეს მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები, გუმბათი მოარღვიეს სიონის ტაძარს, ზედ თავისი ტახტრევანი მოაწყო.
აი ამ უზნეო ჯალალედინმა და გამოიტანეს ხატები, დააწვეს აქ ხიდზე და ხალხს უთხრეს თუ გინდათ რომ ცოცხალი გადარჩეთ, გადაიარეთ ამ ხიდზე, ოღონდ ხატებს ფეხი უნდა დააბიჯოთ. გესმით? ეუბნებიან რომ გინდა ცოცხალი დარჩე, კი ბატონო, დარჩი ცოცხალი, ჩვენ არ მოკლავთ, ოღონდ გადაიარე და ხატებზე ფეხი დააბიჯე. ეგ ნიშნავს იმას, რომ ესე იგი შენ ქრისტეზე უარი უნდა თქვა, უნდა უღალატო. ნახეთ ეს ტყუილად კი არ დავწერე. ჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი. გესმით? აი ამათ ყველამ აირჩიეს ქრისტესთვის სიკვდილი. ვიდრე უღირსი სიცოცხლე. და ფეხი არავინ არ დააბიჯა. იმიტომ რომ მათ იცოდნენ რომ თუ მოწამეებმა ნახე რა იცოდნენ, არსებობს მარადიული სიცოცხლე. და მათ იცოდნენ რომ ქრისტეს გარეშე სიცოცხლე, ანუ ქრისტეს მოღალატის სიცოცხლე, ეგ იგივე სიკვდილია. იმიტომ რომ ადამიანი სულიერად კვდება, როდესაც ქრისტეს ღალატობს, მაგრამ ქრისტესთან ერთად ქრისტეს გამო სიკვდილი ეს მარადიული სიცოცხლეა, მათ ეს იცოდნენ. ამიტომაც არ დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ ეხლა აიმე რა მოგვივა, ასე იქნება, ისე იქნება. ყველამ თავი შეწირა ქრისტეს სიყვარულისთვის და 100,000 მოწამე. ეს არის მართლაც საქართველოს გაბწყინება. 100,000 მოწამე, 100,000 მფარველი და არა მარტო ისინი. ფეხი არავინ არ დააბიჯა და დღეების განმავლობაში მტკვარი წითელი მოედინებოდა. სისხლის გამო თავებს დაჭრიდნენ და მტკვარში ყრიდნენ. და ესენი არიან ჩვენი წინაპრები. ჩვენ ვართ მათი შთამომავლები. ოღონდ ეს წინაპრობა და შთამომავლობა მარტო ხორციელად კი არ უნდა იყოს. ჩვენ მათ სულიერად უნდა მივბაძოთ. ეხლა შეხედეთ. აი ეს გული რომ დავხატე, მე ვიფიქრე რომ ეს ხო სიყვარულია. მაგრამ სიყვარული ჯვრის გარეშე, ჯვარცმის გარეშე არ არსებობს. სიყვარული იგივე ჯვარცმა. ნახეთ ქრისტემ რო უყვარვართ, რითი გამოავლინა ეს სიყვარული? ჩვენთვის ჯვარს ეცა. და წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე ესეთ რამეს ამბობს. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცა ჩვენთვისო და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტე ღმერთისთვისო და თქვენ თუ საქართველოს ისტორიას კარგად გადახედავთ, წაიკითხავთ, ბევრ მაგალითებს აღმოაჩენთ საიმისოთ, რომ როგორ ეცვა ქართველი ადამიანი ჯვარს ქრისტესთვის, როგორ შეწირა თავი ქრისტესთვის. გესმით? აი, ჩვენ რომ მაგალითად მულტფილმებს უყურებთ, ფილმებს უყურებთ ჰოლივუდის და იქ გმირები ყავთ რაღაცა. ის გმირები არის ძირითადად გამოგონილი გმირები. თითო როლა რეალურ ისტორიაზეც არის თავისთავად, მაგრამ თქვენ თუ საქართველოს ისტორიას წაიკითხავთ, ნამდვილ გმირებს ნახავთ. როგორ გმირებს, იცით, რომ ზედაც აღარ მოგინდება შეხედო იმ გამოგონილ გმირებს, იმიტომ რომ რეალურად რაც მოხდა, აი გმირები ვინ არის. აი ტაძარში წმინდა იოთამ ზედგენიძეზე მოგიყევით, მეფისათვის თავი რომ გაწირა, მეფის საწოლში ჩაწო. წარმოიდგინეთ, რომ იცოდე, რომ უეჭველად შემოვა ვიღაცა ღამე და მოგკლავს და მაინც რომ მიდიხარ და წვები იმ საწოლში. არ არის გმირობა? აი ეგ არის გმირობა. ის გამოგონილი გმირები კი არა. ამიტომ აი ჩვენ უნდა შევიყვაროთ ის გმირები. იცი რატო უნდა შევიყვაროთ? ჩვენ თუ შევიყვარეთ ის გმირები, ნამდვილი ქართველი გმირები, ჩვენ ნელ-ნელა მათ დავემსგავსებით. ჩვენ მოგვინდება რომ მივბაძოთ. მოგვინდება რომ ესე იგი მათნაირად რაღაც გავაკეთოთ. აი ცოტნე დადიანი მაგალითად. გახსოვთ ცოტნე დადიანი თავისი ძმებისთვის თაფლი რო წაისვა და მზის გულზე რო დაჯდა, ხო გახსოვთ? აი როგორ არ შეგიყვარდება მაგას რომ მოისმე და მაგას რომ წაიკითხავ. შეგიყვარდება, მერე მოგინდება რომ მიბაძო. და რაც უფრო მეტად მიბაძა, მით უფრო შენს ნელ-ნელა გმირობისკენ წახვალ. აი ამაშია საქმე. მერე ამას ჩვენ ნახავთ კიდევ. შენო, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, შემოგვიფასოთ. მარტო ის არ არის, რასაც ჩვენ კომპიუტერში და ტელეფონში უყურებთ. ჩემი მეგობარი ყველაზე მეტად მიყვარს და ძალიან კარგია.
და ვერ ვეუბნები რომ საუკეთესოა მთელ სოფლიოში და რა გავაკეთო. უნდა გაბედო. უნდა უთხრა. რატო არ უნდა უთხრა? თუ შენ ფიქრობ რომ ის მართლაც შენთვის საუკეთესოა, უთხარი და აი ჩვენ რო იმემ გითხრას რომ შენ ჩემთვის საუკეთესო მეგობარი ხარ. გული არ გაგითბება? უთხარი და იმასაც გული გაუთბება. თან ამას რო ეტყვი, ამით შენ ეუბნები რომ მე შენ აი ყველაზე მეტად გენდობი. და ადამიანს რომ ენდობი, ის მართლაც შენი ერთგული იქნება ბოლომდე. რა უჩვეო მეგობარო, პატარა კაცო. აბა რაღაცის თქმა გინდოდა? აბა გითხარი. აი მიკროფონი მანდარი და გითხარი. ჯენგლასელია გაჩნდა. სულ მაგას დამქვეითებს და მერე? ხანა მაგრამ გავუძედადეს და მასწავლის. ძალიან კარგია. ღმერთმა ძალა მოგცეთ რომ ბოლომდე ერთად იქეიფოთ ხოლმე. ჭიშიც და ხინშიც ერთად რომ გამყოფ. რა? მას მე ჩემ მეგობარი ყავს მას და სულ ბეჭებზე ვაჭრებით ხოლმე ერთმანეთს და ტრიალებთ ხოლმე მასალას. ო, გაერთობით ხო. ბავშვებო. რა არის ყველაზე დიდი ცოდვა? რა უსაყვარელი? აქ კიდე მე მეგობარი მყავდა ხოლმე და როცა ვეთამაშებოდი ხოლმე არ უდოდა ჩემთან მეგობრობა და მე ჩემი მეგობარი და მე და ნია ერთად თამაშობდით ხოლმე და მე რო უნდა ჩემთან მეგობრობა მე და ვეთამაშებოდი ჩვენ სამი. ო, აი ძალიან კარგი. აი გაბრიელმაც ეგეთი რამ თქვა, ზოგზე ვაჯდები თუ და ერთად თამაშობთ ხოლმე. უნდა ითამაშოთ, აბა მარისთვის არის მეგობარი. რა არის ყველაზე დიდი ცოდვა? ბავშვებო. ყველაზე დიდი ცოდვა. ეხლა ესე ჩვენ ცოდებს ვერ დავწონით, მაგრამ ნახეთ. ყველაზე დიდი ცოდვა ის არის, რასაც ჩემ წინასწარ მოიფიქრებ, რომ აი ეს უნდა ჩავიდი. ეხლა რატო ნახეთ? დავუშვათ. აი რაღაცა, აი ნებისმიერი რამე დავუშვათ, აი შენ წინასწარ ფიქრობ, რომ უნდა წახვიდე და ვიღაცა უნდა დააბეზო. ცოდვა არ არის? შემთხვევით შეიძლება ბევრი რამე მოხდეს. შემთხვევით შეიძლება ვინმეს დაეჯახო და წააქციო, მაგრამ წინასწარ რო ფიქრობ, ხა სკოლაში მივა, დავეჯახები და წავაქცევ, ეგ დიდი ცოდვაა. ო, რასაც ვაკეთებ, თუნდა შევინანოთ მე. რაო მეგობარო, აბა რაღაც თქვა. ბევრი ცოდვა, ბავშვებო, ცოდვა უამრავია. ცილის წამება ცოდვა, ტყუილით ცოდვა, განკითხვა და ასე შემდეგ. მაგრამ წინასწარ არ უნდა დაგეგმო რაღაც ცოდვა. მომიცი. ხო არ დაიღალეთ. როგორ უნდა მიხვდეთ რომ ღმერთი აიცადე რომ ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენთანაა. თუ ერთ ადამიანს მეორე ადამიანი უყვარს, ესე იგი მათ შორის არის ქრისტე. თუ ერთ ადამიანს მეორე ადამიანი ზულს, ესე იგი ვინ არის მათ შორის? ბოროტია, ეშმაკია მათ შორის. აი მაგითი უნდა მიხვდეთ. თუ ჩვენს ოჯახის წევრთან, ჩვენს თანაკლასელთან, მეზობელთან, მეგობართან თუ სხვა სიყვარული დამოკიდებულება გამოძრავებს, ესე იგი ჩვენთან არის ღმერთი. თუ ვინმე გვეჯავრება, ჯარი წერია ყველას. თუ ვინმე გძულს, თუ ვინმეს მტრობთ, ესე იგი ჩვენ შორის არის ეშმაკი. და ის, რომელიც ჩვენ შორის არის, ან სიხარულს მოგვანიჭებს ჩვენ და ან უბედურებას მოგვიტანს. და ჩვენ ვირჩევთ ჩვენ შორის ვინ იყოს. ღმერთმა ადამიანს მისცა ეს არჩევანი. ღმერთი, ნახეთ, ღმერთი რო ჩვენ შორის იყოს, ჩვენში იყოს, ნახე უფალმა რა გითხრა?
დაიღალეთ ბავშვებო. ნახე უფალმა რა გითხრა. თქვენ ხართ ტიზნისიდან, ხო? აი მაგალითად თქვენს კარებს ურდული შიგნიდან აქვს თუ გარედან? გარედან? გარედანაც ხო აქვს. აი ადამიანის გულის კარებს არ დაივიწყო. ადამიანის გულის კარებს როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, წარმოიდგინეთ, რომ ურდული ქონდეს მხოლოდ შიგნიდან და ღმერთი გეუბნება. ყველა ადამიანის გულის კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. ეგება ვინმემ გამიღოს. წარმოიდგინეთ, მთელი სამყარო მან შექმნა, მაგრამ შენს გულში შენც მას შექმნა. შენი გულიც ღმერთმა შექმნა, მაგრამ შენს გულში ძალით არ შემოდის. გიკაკუნებს, შენ გაუღებ გულის კარს, მაშინ შემოვა. და უფალს რომ გულის კარი გაუღო, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჯერ ადამიანს უნდა გაუღო გულის კარი, გესმით? თუ ადამიანის მიმართ შენ დახშული გაქვს გულის კარი, ესე იგი ღმერთის მიმართაც გულის კარი ღია არ აქვს. მომაშველე, ანასტასია, შეკითხვები. თუ ღმერთს ყველა უყვარს, რატომ ისჯებიან კეთილი ადამიანები? ბავშვებო, განსაცდელების გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩება. მე ხა თქვენ გეკითხებით. თქვენთვის დედას წამალი დაულევინებია? და ეს წამალი ყოველთვის ტკბილია თუ ხან მწარეც არის? და ესე იგი დედა მწარე წამალს რო გვასმევს. რა, დედას არ უყვარვართ? არა, უყვართ. რატო გვასმევს? ჩვენთვის არის კარგი, ჩვენ რომ კარგად ვიყოთ, ხო? ხო და ნახეთ რა შეასაქმე. ღმერთი ზოგჯერ დაუშვებს ადამიანზე რაღაცა განსაცდელს და ტკივილს იმისათვის, რომ ადამიანი იყოს კარგად. ისევე როგორც დედა ხანდახან აკეთებს ისე, რომ რაღაცა მწარე წამალს გვასმევს, ხან ნევს გვიკეთებს. ერთხელ ისე ავად ვიყავი 80 ნევსი გამიკეთეს. არდა ნევს ისა ყველაზე მეტად მეშინოდა. მაგრამ ეგრე მოხდა, რა ვუყოთ. 80 ნევს. ეხაც რო ვიხსენებ, არა, დიდად არა სასიამოვნო იყო, მაგრამ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ. დედას რო ეთქვა, რომ კარგი შვილო 80 ნევსი ხო გამოწერილი, 40 გაგიკეთებ, იმიტომ რომ მიყვარ ხარ. მე დავრჩებოდი ავად. სწორი იქნებოდა? 80 ხო ჯობდა. ეგრე იყოს. თქვენ რა გონიათ? მე რო წუხდი ამ ნევსების გამო, დედა ჩემზე მეტად წუხდა. ამას რომ აკეთებდა, მაგრამ რა ექნა? იღილებოდა კი არა, მე რო ტიროდი თუ მე რო წუხდი პატარაობისას, ხო თვითონ უფრო მეტად წუხდა. ამას იცი როდის მიხვდებით, თქვენ რომ მშობლები გახდებით. მაშინ მიხვდებით, რომ შვილის გამო უფრო წუხართ, ვიდრე საკუთარი თავის გამო, მაგრამ რა ქნას ღმერთმა? რო გჭირდება ჩვენ ეს განკურნება, არ გემკურნალოს? რა უსაყვარლო? ერთხელ ჩემს ქონდა ხეხი ნაძობი და იჯდა და ჩემ მამიდაშვილები ფეხზე რო ახტებოდა, მაგრამ გასწიოდა და მე იქ დედა ჩემს სოფელში წაიყვანე და ბიძოლა ჩემმა მოსმა და ბებია ჩემი ეუბნაო და არა ჩემი და მაინც დადიოდა და უფრო ეთკინა და მე რო აღარ დადიოდა გამოკეთდა. ძალიან კარგი. მოდი შემდეგი შეკითხვა. მოდი სანამ შეკითხებს გავაგრძელებ. ერთი რაღაცაც მინდა რომ გაჩვენო. მე არ მახსოვს ჩვენ ამაზე გვისაუბრია თუ არა, მაგრამ ეხლა მოიტანა სათქმელმა და უნდა ვთქვათ. ბავშვებო, მოდი დაგელოდებით 17 წამი. რო დამშვიდეთ. აბა, დამშვიდეთ. აბა ის ელაპარაკს რა აზრი აქვს თუ არ დამშვიდებით, ხო მართალია? რა? 17 წამი მაშინ გავოთ, ხე რო დამშვიდებით.
შენ რაღაცა კარგი ისტორიები გაქვს და ერთი დღე გამომიარე და ვილაპარაკოთ. ბავშვებო, ეს არის ჩვენი საყვარელი გიორგი. ნახეთ რა წერია, ვინც თავს დაიმდაბლებს ის ამაღლდება. უფალი ასეთ რამეს გვეუბნება. ქორწილში რომ დაგპატიჟებენო, ნუ დაждები ყველაზე საუკეთესო ადგილზე. შეიძლება მოვიდეს შენი მასმინძელი და გითხრას, მეგობარო, აქ სხვისთვის იყო გათვალისწინებული, შენ მაშინ შერცხვენილი მოგიწევს რომ ყველაზე უკან გადაჯდე. ყველაზე უკან იცი რატო? იმის გვერდითაც თუ დააპირებ დაждომას, უკვე იფიქრებ, აქედანაც ხო არ შეიძლება რომ ამაყე, იქნება აქაც ვინმესია. იმის იქითაც და წახვალ და ბოლოში დაждები, იფიქრებ რომ აქ ალბათ არავისი არ იქნება. და თუ დაგპატიჟებენო, მიდიო და ყველაზე უკანასკნელ ადგილზე დაჯექიო. და შენი მასმინძელი რომ მოვა და გეტყვის, მეგობარო, აქ სად დამჯდარ ხარ, წინ გადმოვბრძანდითო, ყველას თვალში პატივი გექნება. იმიტომ ამბობს უფალი რომ ვინც თავს დაიმდაბლებს, ის ამაღლდება, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება. ჩვენი საყვარელი გიორგი დაპატიჟეს, მოკლედ ანას აქვს იუბილე, თავისი მეგობარია. გიორგი გამოეწყო, რაღაც პატარა ლამაზი საჩუქარიც გაამზადა, მივიდა დაბადების დღეში. წინ ერთი გოგონა გამოიჭიმა, ტორტთან ახლოს, თამარი. თქვა რომ ანასთან ერთად მე ჩავაქრობ ტორტსა. გიორგიმ შეხედა და არაფერი არ უთქვამს. მე სხვებსაც დაუთმო ადგილი, მოდი შენად დაჯექი, შენად დაჯექი. მე ერთი პატარა ბავშვი დაინახა, რომელიც თურმე დაბადების დღეში პირველად იყო. ცოტა დაბნეული ჩანდა, არ იცოდა სად რა უნდა გაეკეთებინა, ამასაც თავისი სკამი დაუთმო. ეხლა იუბილარის დედამ, ანას დედამ რო დაინახა გიორგი, რო სკამის გარეშე დარჩა რა, გაიქცა უცბად სამზარეულოში და გამოუტანა სკამის თევში ჩანგალის და გიორგი დასვა და წავიდა და ანას რაღაცა უთხრა ყურში. რა უთხრა არ ვიცით. არ ჩანს. არა. გაგრძელდა კეიფი. აი, ჩვენი მეგობარი რო კეიფობს ხოლმე იქით. ისეთი. გაგრძელდა კეიფი, ანას ლოცავენ, არის მთელი ამბავი, დადგა იუბილეს კულმინაცია, ტორტი უნდა ჩააქრო. ადგა ჩვენი საყვარელი ანა და თავის თამარს ეუბნება. თამარ, თუ შეიძლება გიორგი გადმოსვი აქეთო, რომ მასთან ერთად მინდა რომ ტორტი ჩავაქრო. გიორგი შეხედა თამარს და ანას ეუბნება. ანა ძალიან უნდოდაო თამარ შენთან ერთად ტორტის ჩაქრობა. აქაც სხვაზე იფიქრა. მოდიო, მასთან ერთად ჩააქრეო და არაო, ანამ თქვა რომ მე მინდაო რომ გიორგისთან ერთად ჩავაქროო და მართლაც გადავიდა გიორგი და ერთად საზეიმო ვითარებაში ჩააქრეს ტორტი. ხო შეიძლება დიდი არაფერი, მაგრამ ბავშვებს ეგუხაროდათ. და სხვები თანაკლასელები ამბობდნენ რომ ნახეთო, გიორგიმო ყველას დაუთმო ადგილიო. ჯერ სხვაზე იზრუნაო და ამიტომაც მართლაც ღირსია ასეთი პატივისა, რომ მასთან ერთად იზეიმოს ანამ თავისი საუკეთესო მომენტი. ანა, ეგრე არ იყო? ხო, ეგ იყო. ის თამარი ვინ იყო ჯერ არ ვიცით, აი ანა აღმოვაჩინეთ. და ეგეც ანა? აი, რამდენი ანები გყავს? აბა, რამდენი ხართ ანები? ხელი აწიეთ. აქეთაც მეგულებიან. აქ მთავარი რა არის, ჩემო გიორგი, ნახე. აქ მთავარი რა არის? ეს მარტო ანაზე და გიორგიზე კი არ არის. აი მაგალითად ოჯახში. აი გოგონები ხო ხართ? მეოთხე კლასელები ხართ, ხო? დედმამიშვილები გყავთ, დაიკო გყავს? აი მაგალითად ჭურჭელია დასარეც. შენ კი არ უნდა უთხრა შენს დას რომ მე გითმობ და აჰა ისი ამოვნე ჭურჭლის დარეცხით. ეგრე კი არ უნდა უთხრა. ან სახლი რომ გამოგაო მე გითმობ
ეგ ტორტის ჩაქრობა არ არის. მაგ დროს პირიქით უნდა თქვა, მოდი მე გავაკეთებ. გესმით? მე გავაკეთებ მაგას. აი ნაგავია გადასაყრელი სახში. უნდა თქვა რომ მე გავაკეთებ მაგას. გესმით? და ეგ არის ზუსტად აი გიორგის საქციელი. გიორგი მე ეგ გააკეთე. თუ რამე სასიამოვნოა დავუშვათ სადმე მიდიხართ საზეიმოდ გინდათ რომ გამოეწყოთ და ნუ ერთი კაბა გაქვთ ისეთი ორივეს რომ კარგად მოგდით იქ ჭიდაობა კი არ უნდა დაუწყო მე ჩავიცნეო იქ უნდა უთხრა აი ეს შენ ჩაიც და შენ თუ თავს დაიმდაბლებ და სხვაზე იზრუნებ შენ ადამიანების თვალშიც და უფლის თვალშიც ამაღლდები მაგრამ თუ იქ ჭიდაობას დაიწყებ რომ არამე ეს უნდა ჩავიცო იქ შენი ღირსება დაკნინდება დაპატარავდები მეგობარო ჩვენ ესეთ რამეზე საუბრობთ ეგრე ჯდომა არ უხდება მაგას ხო ბიჭებიც ესე რაღაცა საძნელო საქმე როა შენ უნდა თქვა რომ მე გამაკეთებ აი სიტყვაზე ვამბობ დილით ადრე ადგე და შენს ძმას თუ მშობელს ფეხსაცმელები დაუწყრიალო აი ეგ იქნება შენ რო თავს დაიმდაბლებ შენ ამაღლდებ შენ დიდებული ადამიანი იქნებ გესმით ის კი არა დაიჯღანო და შენი ცხოს გააკეთებინო აი ეგრეა საქმე ადამიანი შეიძლება რომ ჯერ კრიმინალი იყოს და შემდეგ კი მამაო ანუ ღმერთი მას მიიღებსო ღმერთი მას მიიღებს თუ ის შეინანებს პირველი ვინ შევიდა სასუფეველში იცით მაცხოვრის მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი ანუ თქვენს ენაზე რო ვთქვათ კრიმინალი გესმით მაგრამ ის იმიტომ კი არ შევიდა სასუფეველში რომ კრიმინალი იყო ანუ ავაზაკი თქვენ მოჭიდავები ხო ბრძანდებით მოდი ერთ-ერთი აქეთ გადმოდით მოდი შენ მოდი ხო მოკლედ ჩართვა ხდება მან და ნაპერწკლებს აკლის აქეთ გადმოდი იმიტომ კი არ შევიდა სასუფეველში რომ ავაზაკობდა მანდაც იგივე მოხდება ცოტა წინ იმიტომ კი არ შევიდა სასუფეველში რომ ავაზაკი იყო იმიტომ შევიდა რომ ნანობდა თავის ცოდვებს გესმით ღმერთი ყველა მონანუს მიიღებს თუ სინანული არის რატომ არის ტარება ჯვრის ტარება საჭირო ჯვარი ჩვენ გვიცავს ბავშვებო ჯვარი არის ჩვენი მფარველი ქრისტე ჩვენთვის ეცვა ჯვარს უდიდესი ძალა აქვს მინიჭებული ღვთისაგან მამა ბასი რამდენჯერ შეიძლება ვილოცო ყოველთვის ილოცეთო მოუკლებლად ილოცევდითო მოციქული პავლე ამბობს ლოცვის მთავარი შინაარსი იცი რა არის როდესაც შენ გძნობ რომ ღვთის წინაშე დგეხარ და ამას თუ ყოველთვის გძნობ რომ ღმერთი გიყურებს ეგ უკვე ლოცვაა და ყოველთვის უნდა ამას გძნობდე ეს საუკეთესო შემთხვევაა მოდი ახლა ძალიან რომ არ დაგღალოთ ერთი ანიმაცია ვნახოთ და მერე ანუ კлау გავიხსენოთ ის რაზეც წეგან ვისაუბრეთ ალბათ თქვენ ეცადეთ რომ ხმადაბლა იხმაუროთ წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა. სამეფო ტახტი მეფის ერთადერთმა ვაჟიშვილმა და სამეფო ტახტის ერთადერთმა კანონიერმა მემკვიდრემ გიორგი ლაშამ დაიკავა, რომელიც თამარს ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეშივე ჰყავდა გამეფებული. ლაშა გიორგის მეფობა ერთ-ერთ მძიმეს პერიოდს დაემთხვა საქართველოს ისტორიაში.
ჩვენს ქვეყანას ახალი დამპყრობელი გამოუჩნდა მონღოლის სახით. აღმოსავლეთიდან შემოსული მტერი კალიასავით მოედო საქართველოს, ამოხოც ადგილობრივი მოსახლეობა. მიწასთან გაასწორა და ნაცარტუტად აქცია საქართველოს ოქროს ხანად წოდებულ ეპოქაში შექმნილი ეროვნული საგანძური და კულტურული მემკვიდრეობა. მონღოლთა ერთ-ერთი შემოსევის დროს ლაშა გიორგი მოწინააღმდეგის ისრით მძიმედ დაიჭრა. დაახლოებით 1 წლის თავზე კი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან სამეფო ტახტი და საკუთარი მემკვიდრე დავითი, მოგვიანებით დავით ულოდ წოდებული, თავის დას რუსუდანს შეავედრა და ითხოვა, როგორც კი მისი მემკვიდრე სრულწლოვანი გახდებოდა, საქართველოს სამეფო ტახტზე დაესვათ. მანამდე კი ქვეყანა რუსუდანს უნდა ემართა. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, გონიერებით, ზნეობით, სამართლიანობით, სიკეთით, ნიჭითა და გასაოცარი ფიზიკური სილამაზით გამორჩეული დედისგან რუსუდანს მემკვიდრეობით მხოლოდ გარეგნული მშვენიერება ერგო. ამიტომაც ქვეყანაში მიმდინარე უმძიმეს პოლიტიკურ მოვლენებს სათანადოდ და საკმარისი სერიოზულობით ვერ აფასებდა. მთელ დროს გართობასა და სიამოვნებაში ატარებდა და საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ბედი დიდად არანაღლებდა. ყოველივეს ისიც მოწმობს, რომ მან მალევე დაივიწყა ძმის დანაბარები და სამეფო ტახტზე საკუთარი ძის, შემდგომში დავით ნარინად წოდებულის გასამეფებლად ბრძოლა დაიწყო. დავით ულუკი გზიდან ჩამოიშორა. ჟამთა ამ წერლის მონათხრობიდანვე ვიგებთ, რომ მეფემ და მისმა დიდებულებმა დაივიწყეს სამართლიანობა, მოწყალება, სიყვარული, სიძრფელე. ყველა ამ სათნოების სანაცვლოდ კი მოიპოვეს ამბარდავნება, შური, გარყვნილება, საკრობა. მისივე თქმით, ქრისტეს რჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი საჯირი მოევლინა განგებისგან ხვარაზმის სულთნის ჯალალ ედ-დინის სახით. ჩინგის ყაენისგან ძლეული ხვარაზმელი ჯალალ ედ-დინი თავისი უზარმაზარი ლაშქრით დასავლეთის დასაპყრობად დაიძრა. მას გაგონილი ჰქონდა თამარ მეფის პერიოდში ქართველთა მხედრობის მიერ მოპოვებული დიდი გამარჯვებების შესახებ შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში და იმედი ჰქონდა ქართველები მონღოლთა წინააღმდეგ მასთან ერთად გალაშქრებაზე უარს არ იტყოდნენ და ერთობლივი ძალებით დაამარცხებდნენ საერთო მტერს. ჯალალ ედ-დინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაკ მხარგრძელი იხმო და მონღოლთა წინააღმდეგ გალაშქრებაში თანამონაწილეობა, შემდეგ კი რუსუდან დედოფლის ცოლად შერთვა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მთელ ქვეყანას აოხრებით დაემუქრა. მეფემ და სამეფო დარბაზმა უდიდეს შეურაცხყოფად მიიღო ასეთი წინადადება და დამპყრობელს კატეგორიული უარი შეუთვალა. რის შემდეგაც გამძინვარებული მტერი საქართველოს დედაქალაქისკენ, თბილისისკენ დაიძრა. რუსუდან მეფის ბრძანებით სასწრაფოდ შეიკრიბა ლაშქარი, რომელსაც უკვე ხანში შესული ივანე ათაბაგი ჩაუდგა, რომელმაც თავის მხრივ მოწინავე რაზმის მეთაურობა სიმამაცით გამორჩეულ ორ ძმას, შალვა და ივანე ახალციხელებს ჩააბარა. მაგრამ მრავალრიცხოვანი მტრის დამარცხება ყოვლა წარმოუდგენელი იყო, რასაც ისიც დაერთო, რომ ივანე ათაბაგი შურმა შეიპყრო და მოწინავე რაზმს თავის დროზე დახმარება არ აღმოუჩინა. ბრძოლაში, რომელიც გარნისთან გაიმართა, 4000-ზე მეტი ქართველი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ მოწინავე რაზმის მეთაური ძმებიც. მთავარსარდალი ივანე ათაბაგი ისე გაიქცა, ბრძოლაში მონაწილეობა არც მიუღია. რუსუდანი, როგორც კი ქართველების დამარცხების ამბავი გაიგო, შვილებთან ერთად ქუთაისის სასახლეში გაიხიზნა. მტერი თბილისისკენ მოემართებოდა. მართალია ქართველებმა კარიბჭესთან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს დამპყრობლებს და პირველ დღეს გამარჯვებაც კი მოიპოვეს, მაგრამ იმავე ღამეს თბილისელის სპარსელების ღალატის შედეგად მტერმა ქალაქის კარიბჭე ადვილად გააღო და თბილისს შემოესია, რის შემდეგაც ჟამთა ამღწერელი ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დღეებზე მოგვითხრობს, სადაც აღწერილია როგორ უსწორდებოდა სასტიკი დამპყრობელი ადგილობრივ მოსახლეობას. მემატიანის თქმით სისხლის მდინარეებმა წალეკა მთელი ქალაქი.
ქუჩებში ბორცვებად ეყარა უპატრონო მიცვალებულთა გვამები, რომლებსაც ცხენის ფლოქვები დაუნდობლად თელავდნენ. ეკლესია მონასტრები გადაწვეს, სასულიერო პირები დახოცეს. სასტიკმა დამპყრობელმა ეს არ იგმარა. ქალაქს წინ კიდევ უფრო დიდი უბედურება ელოდა. მაშინდელი თბილისი სამ ნაწილად იყოფოდა: ტფილისი, ისანი და კალა. წერმა სამივე უბნიდან, ასევე დედაქალაქის გარშემო მდებარე სოფლებიდან შეკრიბა ადგილობრივი მოსახლეობა. ჯალალ-ედ-დინის ბრძანებით სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვიეს და მის ადგილას დამპყრობლის ტახტი დადგეს. შემდეგ მეტეხის ხიდზე გამოიტანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები და ხალხს მათი შეურაცხყოფა მოსთხოვეს. თუ კი ასე მოიქცეოდნენ, სიცოცხლე შეუნარჩუნებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავების მოკვეთით ემუქრებოდნენ. ქართველებმა ერთხმად უარი თქვეს ხატების შეურაცხყოფასა და რჯულის შეცვლაზე და განრისხებულ მტერს შემდეგი სიტყვებით მიმართვეს: ჩვენ ეს ქალაქი ჩვენი ცოდვებით წავბილწეთ, ახლა კი დროა ჩვენი სისხლით გამწმიდოთ აქაურობაო. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, ერთმა წმინდა აზრმა გააერთიანა და დიდ მდინარედ აქცია მრავალი პატარა ნაკადული, რის შემდეგაც ქალაქი თბილისი ზეციურ იერუსალიმს დაემსგავსა, რომლის ხუროთმოძღვარი და შემოქმედი თავად ღმერთია. თითოეულმა მოწამემ ხელში სარწმუნოების ფარი აიღო, ღვთის სიტყვით შეიარაღდა და სწორედ მათი საშუალებით შეძლო გამძვინვარებული მტრის დამარცხება. 100,000 ქართველი შეეწირა იმ დღეს ქრისტიანული სარწმუნოების დაცვას. 100,000 მოჭრილი თავი და სხეული გაატანეს ურჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ჩვენს ქვეყანას 100,000 მფარველი წმინდანი შეემატა, რომელთა ხსენების დღედ საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ახალი სტილით 13 ნოემბერი დააწესა. ქრისტესთვის წამებულ მხედართა ისტორიებით მდიდარია მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, მაგრამ არც ერთ სხვა ერს არ ყავს ერთ დღეს წამებული 100,000 წმინდანი, რომელთა რიცხვში ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი იყო: სასულიერო პირი, დიდებული, გლეხი, ვაჭარი, გლახაკი, მოხუცი, ბავშვი. მემატიანის მონათხრობიდან ვიგებთ, როგორ ამხნევებდა ხალხი ერთმანეთს, როგორ მოუწოდებდა მოწამეობრივი თავდადებისთვის. დავითმინოთ სიკვდილი რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს იგი, რადგან სანაცვლოდ ჩვენი მაცხოვრისგან უკვდავებას მივიღებთ. ნუ ვიტყვით საკუთარი ნებით მის გვირგვინზე უარს. ერთად დავითმინოთ სიკვდილი, რომ ერთობლივად გავხდეთ ღირსნი ჩვენთვის შვარცმული მაცხოვრის ხილვის. ხვარაზმელთა ერთწლიანი ბრძანებლობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ თბილისელ მუსლიმ მოსახლეობას თავისი ღალატი ენანა. რუსუდანის მეუღლემ მოღის ედ-დინმაც, რომელიც თავიდან მტრის მხარეს გადავიდა და ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, ვერ გაუძლო დამპყრობელთა თავაშვებულობას. მეფესთან ჩამოვიდა, ისლამი უარყო და კვლავ ქრისტიანობა მიიღო. თან სასიხარულო ამბავიც ჩამოიტანა, დედაქალაქში საკმაოდ მცირე რიცხოვანი მტერია დაბანაკებულიო. სასწრაფოდ შეიკრიბა ქართველთა ლაშქარი და 1226 წელს დედაქალაქი ხვარაზმელთაგან გაიწმინდა. ჯალალ-ედ-დინი, რომელიც ამ დროს სხვა ქვეყნების დასაპყრობად იყო წასული, დიდძალი ლაშქრით კვლავ გამოემართა თბილისის ასაღებად. მრავალრიცხოვან მტერთან შებრძოლებას აზრი არ ჰქონდა და თბილისის მოსახლეობამ ქალაქი გადაწვა და თავი ახლო მდებარე სოფლებს შეაფარა. თუმცა ჯალალ-ედ-დინის წარმატება დიდხანს არ გაგრძელებულა. მონღოლთა იმპერიამ საბოლოოდ გადაწყვიტა რომის სასულთნოს განადგურება. ხვარაზმელები და მათი მეთაური დიდხანს უწევდნენ წინააღმდეგობას დაუძინებელ მტერს, მაგრამ ბოლოს რომის აქამდე უძლეველი სულთანი იძულებული გახდა ბასიანის მთებში გახიზნულიყო, სადაც ერთ-ერთმა ქურთმა მწყემსმა მძინარე დამპყრობელი გაძარცვის მიზნით მოკლო. ასე ყველასგან მიტოვებული, ყოველგვარი სახელისა და დიდების გარეშე აღესრულა აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მბრძანებელი. 100,000 ქართველი მოწამის სახელმა კი საუკუნეებს გაუძლო. მათი სულები დღემდე იფარავენ საქართველოს დედაქალაქს, ქართულ მოსახლეობას,
და მთელ ქრისტიანულ სამყაროს. ვევედროთ მათ, რომ კვლავ შეეწიონ ჩვენს ქვეყანას. ბავშვებო, მოდი ახლა ძალიან რომ აღარ გადაგღალოთ. ორი შეკითხვა არის კიდე ამას უპასუხებ და რამდენი არის? პირველი შეკითხვა. ერთხელ ცოდვა ჩავიდინე, მაგრამ ვერ ვივიწყებ სინდის ისევ მქეჯნის. რა გავაკეთოთ? რა უნდა გააკეთოთ ბავშვებო და როდესაც რაღაცის გამო სინდისი ქენჯნის, არასოდეს არ უნდა იფიქრო სხვადასხვა ვითარებებით გაამართლო ის ჩადენილი ცოდვა, მაგას ვერ მოახერხებს. უნდა შეინანო, უნდა აღიარო თქვა, რომ მე ეს დავაშავე. ეგ მე ხვალ კლასში. უნდა თქვა, რომ მე ეს დავაშავე, ჩემი ეგ ვაჟკაცობაა. ეგ სიმამაცეა, როდესაც იტყვი რომ მე დავაშავე, მაპატიეთ, აღსარება უნდა თქვა. და უფალი შენს გულს დაამშვიდებს, შენი სინდისი დამშვიდდება და აღარ ქენჯნეს. აი მაგალითისთვის ვიტყვი, მე არაერთხელ მომიყოლია, მაგრამ შეიძლება თქვენც არაერთხელ მოგისმენიათ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. გახსოვთ ერთი კაცი რო იყო ბოსტნეულს რო ყიდიდა. ბოსტნეულს ყიდიდა, ვინც არ იცის იმათთვის მოუყვები და ესე გააკეთა, რომ ტომარაში ძირში ჩააწყო ქვები. და იმ ქვებს ხო წონა ექნებოდა რაღაცა და აუწონა ვიღაცას მიჰყიდა, ქვები მიყიდა ბოსტნეულის ნაცვლად. გავიდა წლები და შეხვდა იმ კაცს 40 წლის შემდეგ. და ეს კაცი ეუბნება, მაპატიეო, რომ აი მაშინ ასე და ასეო ქვები გაგატანე ბოსტნეულის ნაცვლადო და ცუდად მოგექეციო და ბოდის გიხდიო. და იმ კაცმა იცი რა უთხრა? ჩვენ რაო, ჩვენო ის ქვებიო იმ დღესვე გადავყარეთ. მაგრამ შენო შესაძლოა მთელი 40 წელი გულით გიტარებია ის ქვებიო. ახლა შეხედეთ როგორი ამბავი, ხო ამძიმებდა ეს სინდისი ქენჯნი და შეიძლება გულში რამდენჯერ მოვიდა ფიქრი, რომ აი ეს ამიტომ გავაკეთე, რომ მიჭირდა, იმიტომ გავაკეთე, რომ სხვებიც ეგრე აკეთებდნენ და 1000 გვარი ასეთი ფიქრი. მაგრამ ვერაფერით ვერ დაამშვიდა თავისი სინდისი, ვერ მოუხერხა ვერაფერი და ვერ მოუხერხებს ადამიანი სინდის ვერაფერს. ერთადერთი საშუალება არის, რომ ახსარება თქვა, შეინანო, შენდობა ითხოვ. და მეორე კითხვა, რატომ უნდა ვეზიაროთ და როდისო? ხშირად უნდა ვეზიაროთ ბავშვებო, იმიტომ რომ ამით ჩვენი სული იწმინდება. ჩვენში ქრისტე შემოდის და ადამიანი განიღმრთობა. უზიარებელი არავინ არ უნდა იყოს, თუმცა ამ ზიარებას მომზადება ჭირდება დამძიმებული სინდისით არ უნდა ეზიაროს ადამიანი. ჯერ ახსარება უნდა თქოს და ხშირად უნდა იყოს ნაზიარება. აბა ბოლო ისტორია და დავამთავრე. ბაბა ჩვენ სატივეში ჩვენ ეკლესიაში მივდიოდით ხოლმე და არ უნდა ჭამო, რომ ეზიარო და ის ჭამო. სეფისკვე და ვინოდალიო. ხო, უნდა ეზიარო და მე სეფისკვერიც უნდა მიირთვა, ხო? აღონ უზმა უნდა იყო, ნაჭამი არ უნდა იყო. თავშეკავებით უნდა მიხვიდე. ზიარებისთვის რომ მოემზადო, ერთი ეგ რომ უზმა უნდა მიხვიდე. შენ რა ქვია? მარიამ. უზმა უნდა იყო, ასე უნდა მიხვიდე. თან უნდა ნალოცი კონდეს ისე მიხვიდე, ახსარება ჩაბარებული უნდა კონდეს. ყველას უნდა აპატიო მანამდე თუ იმეზე გული რაღაცაზე გიწყრება. თუ ატყობ რომ იმას აწყენინე, შენდობა უნდა სთხოვო. და ასე მომზადებული უნდა მიხვიდე წირვას დაესწრო და ეზიარო. ეს არის სულისა და ხორცის საკურნებელი. სხვათაშორის ახლა მოდი რადგან სიტყვა მოიტანა, ერთ ამბავს მოგიყვებით. აი ჩემი ძალიან მცირე იმიდან პრაქტიკიდან ესე რო ვთქვა. სანამ ფერისცვალების ტაძარში გადმოვიდოდი, მე დოეში მსახურობდი.
დოესი, აი დოეში მსახურობდი. შენ ალბათ დაბადებული არ იქნებოდი. ან შეიძლება კიდევაც იყავ. მოკლედ ესეთი რაღაც მოხდა. ერთმა მორწმუნე ქალბატონმა რომელსაც ტელეფონები არ უყვარდა თქვა რომ ერთი ავადმყოფი კაცი არისო იქნებაო მოუნათლოთო მოუნათლავიაო საოცარი რაღაცა მოხდა ახლა შეხედე მოუნათლოთო და მივედი და ამ კაცს ინსულტი ჰქონდა მოკლედ ძალიან ავად იყო თითქმის უგონოთ იყო არა და თუ მისი თანხმობა არ არის ჩვენ კი ვერ მოუნათლავთ ესე თვითონ უნდა თქვას რომ მე მინდა რომ მოვინათლო თან მით უმეტეს თუ ზრდასრული ინათლება იმან ახსარებაც უნდა თქვას მაგრამ ეს გათიშული აი ვერაფერს ვერ გელაპარაკება მე ჩემი მოძღვრისგან ვიცოდი ასეთი რამ რომ თუ ადამიანი ესე უგონოთ არის და კონტაქტზე ვერ გამოდის აი რაღაცით მაინც უნდა თანხმობა მოქცეს ახლა ჩვენ ჯანმრთელი ადამიანები ვართ და ამდენს ლაპარაკობთ იმას ამდენი არ შეეძლო საერთოდ ხმას ვერ იღებდა თითქოს გათიშული იყო და ვერ გძნობდა ვერაფერს და ესეთი რამ გავაკეთე ეს არ დაგჭეს მე ავიღე მისი ხელი ავიღე და ესე დავიჭირე რომ მეთქი აბა თუ თანახმა ხარ რომ მოგნათლოთ რაღაცა თითი მაინც ესე მომიჭირე რაღაცით მიხვდე მეთქი რომ შენ თანახმა ხარ შენი ნების გარეშე მე ვერ მოგნათლავ აი ძალიან ესე სუსტად ვიგრძენი რომ თითქოს ეგ უკვე ჩაუთვალე რომ აჰა თანახმაა მეთქი კაცი საერთოდ ჯობია სიკეთისკენ შეგეშალოს აი თუნდაც 50-50-ზე არა ჯობია იქითკენ შეგეშალოს ვიდრე დააკლო და მე ჩაუთვალე რომ აჰა თანახმა რაც შეეძლო ის გააკეთა მეთქი მოუნათლეთ ვაზიარეთ ეს კაცი ნუ გავიდა სადღაც ალბათ 1 საათი აი ამ ლოცვაში და მის ნათლობაში ზიარებაში მე რომ მოვდიოდი ისევ ეგრე იყო რომ მოვდიოდი ახლა ვიფიქრე დილობის საკითხია და დავშვიდობა მეთქი და ისევ ავიღე მისი ხელი და ესე დავიჭირე რომ დავემშვიდობა მეთქი კარგად ძანდებოდე პაპა მეთქი მოხუცებული კაცი იყო და ხელი ისე ძალიან მომიჭირა აი რაღაცა ძალა მიეცა რომ აი ვეღარ ვაშვებინებდა თითქოს რაღაცას ლაპარაკობდა და მე ის ქალბატონი მეუბნება ის მორწმუნე ვინც მე წამიყვანა მეზობელი იყო მის აი ხლო მადლობას გეუბნებაო ნახეთ აი უცბად ისეთი რაღაც მოხდა აი თვალხილურად და მე რომ წამოვედი მალევე წამოდგა ეს კაცი და უკვე გამოჯამრთელდა ესე რომ იმ ნათლობამ და ზიარებამ მისი სულთან ერთად ხორცით განკურნა იმიტომაც რო ეზიარება ადამიანი ნახეთ როგორ ეუბნებით საკურნებლად სულისა და ხორცისა ის მართლაც სულისა და ხორცის საკურნებელი ჩვენ ადამიანები ვართ სულიც გვაქვს სხეულიც გვაქვს ზიარება ორივეს კურნავს ოღონდ მომზადებული როდესაც მიდიხარ შეძლებს დაგვარად კარგით მეც ვეღარ გადაგილით ახლა ყველაფერს თავისი ზომაწონა აქვს ერთი კვირის საკვები ერთ საღამოს რო შეჭამო მუცელი კარხასიაძე ვერ დადგება ხომ მართალია ავდგეთ ვილოცოთ